მაკა მახარაშვილი 24 წლის იყო, როდესაც ლავიწის ძვალთან უცნაური გამონაზრდი შენიშნა. მეორე დღეს მისი აქტიური ბუნებისთვის შეუსაბამო სისუსტე იგრძნო. იმ დროისთვის მაკას ვაჟი გიორგი 3 თვის იყო. ბავშვის საკეისრო კვეთით გაჩნდა და უჩვეულო სისუსტე მაკამ პოსტოპერაციულ პერიოდს დაუკავშირა. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სუნთქვა გაუჭირდა, ექიმთან წასვლა გადაწყვიტა. დიაგნოზი შემზარავი აღნიშნდა. მაკას დედას განუმარტეს, რომ მის შვილს რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მაკასთვის მინდოდა ჯერ დამემალა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ არაფერი გამომივიდოდა. ვიცოდი, ჩემი შვილი აი ძალიან ყველაფერში გათვითცნობიერებული იყო. მედიცინაში არ იყო გარკვეული და ის იმაშიც გაერკვა. ქიმიოთერაპიის კურსი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როდესაც მისი მეუღლე ლადო ბალავინოვი დააპატიმრეს. მოულოდნელმა სტრესმა მაკა კიდევ უფრო დაასუსტა. ახლობლებმა ოჯახის წევრებს ავადმყოფის პალიატიური მზრუნველობის კლინიკაში, ჰოსპისში გადაყვანა ურჩიეს. პალიატიური მზრუნველობა გათვალისწინებულია პაციენტებისათვის ქრონიკული უკურნებელი დაავადებებით ტერმინალურ სტადიაში, როცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ შეადგენს 6 თვესადან ნაკლებს. პალიატიური მზრუნველობა კლასიკური მედიცინისაგან განსხვავებით არის შემდეგი. პალიატიური მზრუნველობის ობიექტს შეადგენს პაციენტი და მისი ოჯახი ერთობლიობაში. თითოეული ექიმი მან უგეშებდნენ, ყოველ წუთში მეუბნებოდნენ, რა ვქნათ ქალბატონო გიული. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, აი იმდენად ჩამაგონეს, რომ ჩემი შვილის ის აი მართლა ისე გადავიტანე. აი იმათი თანაგრძნობით და იმითი გამამხნევი სიცირითი შემაგუეს იმაბავს ამ 20 დღის მანძილზე, რომ ჩემი შვილს აღარაფერი აღარ ეშველებოდა. მაკას დამოუკიდებლად სუნთქვა აღარ შეეძლო. ჰოსპისში სპეციალური სასუნთქი აპარატი დაუდგეს. ტკივილის შემსუბუქება სულ უფრო ძნელდებოდა. ტკივილი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ჩვენს კონტინგენტში, ტერმინალურ პაციენტებში. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ტკივილი არ განიხილება როგორც მხოლოდ ფიზიკური პრობლემა. ტკივილი შედგება ფიზიკური, ფსიქოემოციური, სოციალური და სულიერი კომპონენტებისაგან. ძალიან ხშირად მედიკამენტებით ვერ ხერხდება ტკივილის სრულად გაკონტროლება და საჭიროა სწორედ ის მულტიდისციპლინური მიდგომა, ანუ პაციენტისათვის სულიერ სფეროზე ზრუნვა, ფსიქოემოციური სფეროს დარეგულირება, სოციალური პრობლემების გადაჭრა და აი ამ დახმარების ერთობლიობით შესაძლებელი არის ტკივილის ფენომენის სრულად მართვა. მაკას სულიერი სიმშვიდისთვის ახლობელი ადამიანების გვერდით ყოფნა აკუდა. მას მისი შვილი, პატარა გიორგი და საპატიმროში მყოფი მეუღლე ლადო ინატრებოდა. ბავშვი სულ ლადოს სახელს ახსენებდა. აი იმდენად გიორგიც ხო, მაგრამ სულ ლადო სიზმარში ლადო ვნახეო და დილით რო გამოიღვიძა ლადომ რაღაცა მომიტანაო. მეოთხე შვილო საპატიმროდან რა უნდა მოგიტანოს პატიმარმანე და თავისი თავი ირჩინოს იმ პატიმარმა ბიჭმა, შენ რა უნდა მოგიტანოს, მეთქი ვითომო ტიკტაკები მომიტანაო და საიდან ჩაყვა. ლუდა ექიმა უთხრა, რომ ძალიან გიშველისო ეს ტიკტაკიო, რომ ჩაწუწუნაო და ეთყობა ეს ჩაყვა გულში და დილით რო გაიღვიძა იმ წუთში ლადოს სახელს ახსენებდა სულ. კლინიკაში პალიატიურ მზრუნველობას დაქვემდებარებულ პაციენტთათვის უფასო იურიდიული მომსახურების პროგრამა ახალი დაწყებული იყო. ჰოსპისს კორძაწის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი შალვა ნადირაძე ემსახურებოდა. კლინიკის მედპერსონალმა მაკასთვის უკანასკნელი სურვილის შესრულება, მის პატიმარ მეუღლესთან შეხვედრის ორგანიზება გადაწყვიტა. როგორც წესი, ზოგადად უკვე მსჯავრდებულის გამოყვანა შედარებით უფრო ადვილი არის, ვიდრე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიყვანა მასთან. მე რა თქმა უნდა თავიდანვე უიმედო მდგომარეობა არ დამიყენებია მასთან, ანუ მაინც შევპირდი, რომ შევეცდები ყველაფერი გავაკეთო მეთქი. და მე პირადად სისხლის სამართლის სფეროში არ მოვაწვევ, თუმცა ჩვენ ბიუროში არიან კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის სფეროსაც მოიცავენ და რა თქმა უნდა მათ გავაცანეს ეს პრობლემა და რეაგირება მოხდა მაშინვე. საბოლოოდ კორძაძის საადვოკატო ბიუროს მომსახურება საჭირო აღარ გახდა. სანამ ისინი საქმის წარმოებას დაიწყებდნენ,
სასჯელ აღსრულების დეპარტამენტიდან შეტყობინება მოვიდა, რომ რამდენიმე დღეში პატიმარს 20 წუთით გაათავისუფლებდნენ. 16 აპრილს მაგას მეუღლე ორმა ბადრაგმა ჰოსპისში მიიყვანა. ეს ქმართან შეხვედრა იყო საოცრება ხალხო, საოცრება. ხმა ხო არა ქონდა ქმარმა რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში 2 თვის წინ ესეთი არ დაუტოვია. ხმაც ქონდა, თმაც ქონდა, დედა მოუკვდას. რო დაინახა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში დაემხო სასტუმელთან. იმდენი იტირა, იმათი ცოდვით ის ვინც მოყვნენ ორნი, ისინიც ტიროდნენ იმათი ცოდვით. პალიატიურ მზრუნველობას დაქვემდებარებული პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურება საქართველოში 2009 წლიდან დაიწყო. იურიდიული მომსახურება საკმაოდ ძვირი სერვისი არის დღეს საქართველოში, მით უმეტეს იმ ფენისათვის, რომელიც ჩვენს მომსახურებას ღებულობს. ეს გახლავთ ადამიანთა ფენა, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავლილი აქვს სამედიცინო სისტემა და მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სავალალო არის ხოლმე. შესაბამისად, თუ ჩვენ გვექნება რამენაერად შესაძლებლობა, რომ შევთავაზოთ მათ იურიდიული დახმარება, ეს მათთვის ძალიან მომგებიანი და ძალიან სასარგებლო იქნება. საქართველოში ასეთი ტიპის მომსახურების დანერგვის ინიციატორია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს კანონის მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის ინიციატივის ფარგლებში და ძალიან დიდი დახმარებით ღია საზოგადოების ინსტიტუტის ნიუ-იორკის მიერ მოხდა აღნიშნული პროექტის, ეს არის ადამიანის უფლებები და პალიატიური მზრუნველობა, კერძოდ უფასო იურიდიული მომსახურება პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, აი ამ პროექტის დანერგვა. რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ საადვოკატო ფირმას, იურიდიულ ფირმას, კორცაძე და პარტნიორები და ვთხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ აი ამ საქველმოქმედო პროექტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც ამ ეტაპზე იმდენად კრიტიკული და კრიზისული პერიოდი უდგას თავის ცხოვრების, რომ არც დრო, არც საშუალება, არც განწყობა, არც მორალური მდგომარეობა არ აქვს იმისთვის, რომ კვალიფიციური ადვოკატი ეძებოს და პლუს კიდე ამაში თანხები იხადოს. შესაბამისად, თუ რამე შეგვიძლია ამ კუთხით, მზათავართ აღმოუჩინოთ ეს დახმარება და უფასოდ იმიტომ, რომ როდესაც რაღაც ბიზნესს აკეთებ, ამ ბიზნესის ფარგლებში თუ გაქვს შესაძლებლობა მოსახლეობის გარკვეულ ფენას, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება, უნდა აღმოუჩინო დახმარება. დამეთანხმებით ალბათ, რომ საერთოდ ასეთი ტიპის პაციენტებთან ურთიერთობა სპეციალურ ჩვევებს მოითხოვს ადამიანისთვის და ძალიან საკმაოდ ძლიერ ფსიქიკასაც მოითხოვს, იმიტომ რომ რთულია ადამიანს უყურო ერთი დღე და ერთ კვირაში შეიძლება აღარც დახვდეს ეს ადამიანი ცოცხალი. ამიტომ საკმაოდ მყარი პიროვნება უნდა იყო და შესაბამისად რაღაც პრაქტიკაც უნდა ქონდეს ამ კუთხით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რომ თვითონ იურისტი მზად იყოს ამ ყველაფრისთვის. მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანების მზად იყვნენ. ეხლა ჩვენ ქართველებს ზოგადად გვახასიათებს და პოსტსაბჭოთა სივრცეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს, როდესაც ცხოვრების დაგეგმა ნაკლებად ხდება და განსაკუთრებით ეს რთულია მოთხოვა ადამიანს, რომელსაც განსაზღვრული აქვს გარკვეული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. ახლა უცხოეთში ალბათ უფრო იოლია იმ კუთხით, რომ ადამიანმა იცის რა უნდა, რა ქონება აქვს, რა პრობლემა აქვს, ვის რა უნდა დაუტოვოს. აქ ესეც სასწაული აქვს ადამიანებს, ანუ შეიძლება ზოგჯერ ჭირდებოდეს მას გარკვეული მომსახურება, მაგრამ არ იცოდეს და ვერ გვეუბნებოდეს. ანუ ეს ეტაპიც გარკვეულად გასავლელია, რომ ადამიანებმა მოიფიქრონ, რომ მომსახურება ჭირდებათ. ჰოსპის სოციალური მუშაკი ყავს. იგი ავადმყოფის ოჯახის წევრებს უფასო იურიდიული, ანუ პრობონო მომსახურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრებს ასეთი სერვისი ესაჭიროებათ, სოციალური მუშაკი უკვე ადვოკატს მიმართავს. ის იკვლევს პირველ რიგში თუ რა სახის პრობლემები შეიძლება გააჩნდეთ მათ და სქემა ასეთია ოსოს ჩვენი საქმიანობის, რომ ის მიკავშირდება შემდეგ მე და მე მივდივარ უკვე შეხვედრაზე პირადად ამ პაციენტთან ან მათი ოჯახის წევრთან და ადგილზე ვიკვლევ ამ პრობლემას და შემდეგ ხდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. პალიატიურ მზრუნველობას დაქვემდებარებული პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურება საქართველოში სულ რამდენიმე თვეა მოქმედებს. დღეის მდგომარეობით ამ შეღავათით 10-ოდე პაციენტმა ისარგებლა. მათი პრობლემების უმეტესობა სოციალური ხასიათის იყო. თუ პაციენტი საქმის კურსში არის თავისი რეალური დაავადებისა და რეალური მდგომარეობის შესახებ, მათ
აქვთ თუნდაც მემკვიდრეობის საკითხები გადასაჭრელი, თუნდაც მინდობილობის საკითხები გადასაჭრელი, მოსაწესრიგებელი თავის ზოგჯერ ბიზნეს საქმიანობა, ზოგჯერ ქონებრივი საკითხები. ეს არის ასევე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა. ძალიან ბევრი სადაზღვევო კომპანია საქართველოში არ აფინანსებს პალიატიურ მზრუნველობას როგორც ცალკე პუნქტს, რაც საზღვარგარეთ ჩვეულებრივად ჩადებულია სადაზღვევო პაკეტში. ხშირ შემთხვევაში პაციენტებს სწორედ ეს პრობლემები აქვთ, რომ ითხოვენ სადაზღვევო კომპანიებისგან, თუნდაც სიღარიბის ზღვარსქვევით ყოფი მოსახლეობა, რომელსაც აქვს ვაუჩერები, ითხოვს, რომ სახელმწიფო მათ დაუფაროს ესეთი სახის მომსახურება. როგორც აღნიშნეთ, ძირითადი პრობლემები არის, ეს არის მემკვიდრეობის საკითხები და ეს არის თუ რა გარკვევა იმისი, თუ რა შეღავათები ეკუთვნით მათ სახელმწიფოსგან. ადამიანებმა ზოგადად განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს ვეხმარებით ყოველგვარი რაღაცების გარეშე და ესეთი ინსტიტუტები, ესეთი პროექტები, რაც მეტი იქნება, თვითონ საზოგადოების გაჯანსაღება მოხდება, იმიტომ რომ გაუჩნდა ადამიანს უნდა გაუჩნდეს დაცულობის განცდა არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ სხვა ადამიანებისგანაც და თუ ეს პროექტი იქნება მაშინ ბევრი ადამიანი ჩაერთვება და ესეთი ტიპის სხვა პროექტების განვითარდება ზოგადად საზოგადოებისთვის იქნება ჩემი აზრით კარგი. ტერმინალურ სტადიაში მყოფი ავადმყოფებისთვის თბილისის ფერისცვალების მონასტერში ზრუნავენ. მედპერსონალის გარდა პაციენტებს მონაზვნები და მორჩილებიც ემსახურებიან. მაკას და ლადოს შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა. ბადრაგი, რომელიც პატიმარს ახლდა, იძულებული იყო ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის დაეშორებინა. 20 წუთით გამოუშვეს და იმდენად შეეცოდათ. დარეკეს ამათმა, რომ არაფერს არ აშავებს ეს ბიჭი, ეხუტებიან მარტო და ეფერებიან. 3 საათნახევარი დატოვეს ქმარი. საკმაოდ გულისამაჯუხებელი სცენა იყო მართლაც და მინდა გითხრათ, რომ ამ სცენისგან, ამ დღიდან რამოდენიმე დღეში მაგა გარდაიცვალა, თუმცა ის რამოდენიმე დღე ის ბედნიერი იყო იმით, რომ შეძლო თავის მეუღლესთან დამშვიდობება და თავის მცირეწლოვანი შვილის მისთვის ჩაბარა. მაკა მახარაშვილი 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ვაჟი, გიორგი, ახლა 1 წლისაა. ბებიასთან ცხოვრობს და მამას ელოდება.